ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ. იქნებ გვინახავს კიდეც დილით ავტობუსის გაჩერებაზე, ან მეტროში, ან კინოში, ან თეატრში, ან სტადიონზე. იქნებ ნათესავებიც არიან ჩვენი ან კარის მეზობლები, ან მასწავლებლები, ან ექიმები და ვიზიტიც კი გქონდა მათთან დაჯავშნული. ან სულაც მშობლები არიან ჩვენი, ან შვილები, სათვალით თუ უსათვალოდ, გიტარით თუ უგიტაროდ, ქუდით ან უქუდოდ, საყურით ან დიდი ჩანთით, ლურჯში, წითელში, ყვითელში, თეთრში, ფერადები, ათასნაირი და მაინც მსგავსნი, რადგან ყველასია ჩირაღდნები და ვარსკვლავები, ქარი, წვიმა, თოვლი და ყველას უნდა იყოს ბედნიერი. მე სამი შვილის დედა ვარ და სადაც არ უნდა ვიყო, ისევე როგორც ყველა მშობელს, ყველა წარმავალს, მუდამ მეფიქრება ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე. ისინი ათასნაირნი და მაინც მსგავსნი, წითელში, წვანეში, იასამნისფერში, ყვითელში, ფერადები და ლახები, ხან დაჭიმული ნერვებით და მოძალებული ფიქრებით, ხანაც ანთებული ჩირაღდნებით და ღიმილით, ხო და უსმინეთ, გაიგეთ და დაინახეთ, რადგან გაჩენილან სიყვარულისთვის, შემოქმედებისთვის აღმოაჩინეთ და გაიცანით. და როცა ცხოვრების სცენაზე ჩვენი შვილები გამოდიან, გაჩუმდი ყველავ და ყველაფერო, პური დაუგდე გულისცემას, საგულედან რომ ამოხტეს ლამის, ის მოდის, ისინი მოდიან, ბევრდებიან, იზრდებიან და ასე დიდდებიან მთებში, არაგვი გაზაფხულზე და კალაპოტში ვეღარ ეტევა. მე ბარბარე ვარ კაკულია, 12 წლის, 47 საჯარო სკოლის მე-7 კლასელი. დავიბადე 2012 წელს. ჩემი დაბადებიდან 3 წელსში პირველად დავდგი სცენაზე ფეხი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან მესიამოვნა. დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად თეატრში მიმიყვანეს და მას შემდეგ ამ სფეროს ერთგული დავრჩი. თეატრი ყველაფერს მერჩივნა, ჩემს თანატოლებთან ერთად თამაშსაც კი. შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მუსიკა გამოჩნდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ბაღი, რომ თეატრზე ან მუსიკაზე წავსულიყავი. ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ბლოკფლეიტაზე, არფაზე და ცოტას ფორტეპიანოზეც. მიხარია ბარბარე, რომ ჩვენს პლანეტაზე გვესტუმრე. უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვყვები, რომელი წლიდან შეხვედი მუსიკაზე? დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, ბაღი ახალი დამთავრებული მქონდა და
მახსოვს პირდაპირ ზეიმიდან წავედი მუსიკაზე მიმიყვანეს. ძალიან მომეწონა იქაურობა, პირველი შევედი ფლეიტაზე და ბოლო რამდენიმე წელია უკვე არფაზე გადმოვედი. ძალიან პატარა ვიყავი. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი, როდესაც ორკესტრზე შევედი. და უკვე 6 წელია ორკესტრში ვარ. სამომავლო პროფესია ხომ არ გაგარჩეული? ჯერ ესე დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა მუსიკოსობა და მსახიობობა. ბარბერი, ეს ლენტა შენ და გაავრცელე ღიმილი და პოზიტივი. ვუკრავ საბავშვო ორკესტრშიც. ჩემი საყვარელი ფერი იასამნისფერია, მაგრამ კონცერტებისთვის კლასიკური შავი თეთრი უნდა ჩამეცვა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ მაინც აუცილებლად ვიტოვებდი ხოლმე დროს სასკოლო დავალებებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლასაც და სხვა საქმეებსაც ვუცმობ დროს, თეატრი და მუსიკა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სცენაზე დგომა მე მავსებს და მომავალი ამ სფეროში ჩემს ყველა გეგმას შეიცავს. დღეს მე იასამნისფერ პლანეტაზე ჩემს დასთან ერთად შევალ. გაიცანით, ეს ჩემი უფროსი და თინათინი. თინათინი 14 წლისაა, 47 საჯარო სკოლის მერვე კლასელი. ის ძალიან მხიარული და ენერგიულია. მას ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფრენბურთი. ის დადის სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა აწლეთში, დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ის უკრავს ჩემთან ერთად ორკესტრშიც. მას ძალიან უნდა გამოვიდეს ინტერიერის დიზაინერი.